მაშინ როცა ხარ ონკოპაციენტი და ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის სწორად შერჩეული თერაპიას, მაგრამ ეს სწორად შერჩეული თერაპია არ აღმოჩნდება ეფექტური და შედეგიანი. თუ ეს თემა გაინტერესებს, მაშინ რანა ძალიან პატარა ვიდეოს ჩაწერს ახლა შენთვის და მომისმინე, რა მიზეზები შეიძლება იყოს, რომ სწორად შერჩეული ქიმიო და იმუნოთერაპია არ აღმოჩნდეს ეფექტური. მეგობრებო, სულ რო თურქეთს აქებენ და საქართველოსაც აგებენ, რომ თითქოს თურქეთში ყველაფერი იდეალურია და თითქოს იქ უფრო მეტი შანსია გადარჩენის. შეიძლება რაღაცა მაგალითები ხდება, მაგრამ ეს ვიდეო მინდა ჩავწერო იმ ონკოპაციენტებისთვის, რომლებსაც გონიათ, რომ თურქეთში ყველაფერი 100%-იანი და თურქეთში ყველაფერი არის იდეალური. დაახლოებით ეს სადღაც წელიწადნახევრის წინ წელიწადი, გაზაფხულის პერიოდი იყო რა შარშან ამ დროს. დამიკავშირდნენ საქართველოს არც განიხილავდნენ, პირდაპირ თურქეთში მიდიოდნენ და უბრალოდ მთხოვეს, რომ რადგან კუჭის მოქმედება ქონდა 3 დღეში ერთხელ, ამასთან დაკავშირებით დავხმარებოდი და ცხადია დავახმარე, მე ჩემი საქმე გავაკეთე და ამდენი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ თურქეთში. ყველაფერი მიდიოდა ძალიან კარგად, აქეთ-იქით რაღაცები და დღეს რომ მოვიკითხე ეს ადამიანები, მიდიოდა კარგად რა, სიმსივნის ზომებმა დაიკლო ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ეხლა რომ მოვიკითხე, აღმოჩნდა რომ გადასული იყო ძვლებზე. ძალიან დავინტერესდი, იმიტომ რომ მაგათ გენეტიკურიც ქონდათ გაკეთებული ყველაფერი და ასე შემდეგ ასე რომ ვთქვათ, მკურნალობა სწორად მიდიოდა, იმიტომ რომ უშუალოდ სიმსივნის ზომა სადაც იყო ადგილობრივად, იმისი ზომები ძალიან კარგად შემცირდა. მაგრამ ზოგადად როცა როგორ ხდება მეტასტაზირება, ნახეთ, სიმსივნური უჯრედები დაცურავენ მთელს ჩვენ სისხლში და ლიმფაში. და მეტასტაზირება ხდება როგორც სისხლის ნაკადის, ისე ლიმფური სისტემის მეშვეობით და იქ სადაც სუსტ ადგილს ნახავს, დიდი ალბათობით თუ ასევე და ვთქვათ სისხლის მჟავე-ტუტოვანი ბალანსი და ასე შემდეგ ბევრი რაღაცები, ან თუ იმ ადგილზე ოდესღაც ტრავმა იყო მიღებული და ასე შემდეგ, თუ მაგალითად კიდევ ბევრი რაღაცა მიზეზების გამო შეიძლება გავრცელდეს იმ კონკრეტულ ადგილზე. და მოკლედ გადავიდა ძვლებზე და გამიკვირდა ძალიან, იმიტომ რომ მაგალითად როცა სუსტ პირველად ნახე, D ვიტამინი ქონდა 40 ამ ადამიანს რა. და ზოგადად 30-დან ასამდეა D ვიტამინი და ზოგადად ონკოპაციენტს მე რომ მკითხო, უნდა ეჭიროს 80, 85, 90. ასე ზევით უკვე ინტოქსიკაციაა. ხო და ის არის რა ქვია და მოკლედ ძალიან შოკირებულები იყვნენ, ხო ყველაფერი აქეთ-იქით რაღაცები და ის არის რა ქვია, თან ძალიან ძვირად ყრებულ მკურნალობას იტარებენ რა თურქეთში. და ეხლა გადავიდა ძვლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივად დაპატარავდა, ძვლებზე გაჩნდა ახალი კერები და რა ვთხოვე ეხლა მეთქი, აბა D ვიტამინი როგორა გაქვთ მეთქი რა. D ვიტამინი ხო კარგად გქონდაო. ერთი წუთი ბავშვობა ის არის რა ქვია, ვიდეოს მე ჩავწერ. იმიტომ რომ კარი გაიყო, სტუმარი მოვიდა და უნდა დავაპაუზო. და აღმოჩნდა რომ D ვიტამინი აქვს 11. ამ ერთი წელიწადნახევრის განმავლობაში დაიხარჯა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეხლა ვისაც 11 აქვს D ვიტამინი, აუცილებლად არ ნიშნავს რომ ძვლებზე გადაულვა რაღაცა, მაგრამ D ვიტამინი არის ერთ-ერთი საშუალება შენი ძლიერი ძვლების, ხო? ეს ყველამ ვიცით. თუ რატო ეს კიდევ ვრცელი თემა არის, მე აღწერაში დავურთავ და შეგიძლიათ ნახოთ. კომენტარში უფრო სწორად. ამიტომ მეგობრებო, გარდა ამისა, D ვიტამინი არის ნახევრად ჰორმონი და როცა ჩვენ გვაქვს დაბალი D ვიტამინი, დაბალია, ზოგს გონია რომ 35 რო აქვს ნორმა არ არის მეგობრებო. ნორმა არის 30-დან ასამდე ხო არის, ჩვენ თუ გაქვს 50-60, ეს არის შუალედი თუ გაქვს რა. 33 რო გაქვს, 20 რომ გაქვს, 28 რომ გაქვს და რაღაცა, ეს არის რაღაც დეპო, მარაგი რა, შენი D ვიტამინი, იმიტომ რომ 0-დან ხო არ იწყება, 30-დან იწყება, ხვდებით? ხო და მოკლედ არასაკმარისია რა. ხო და ამიტომ თურქეთში ხდება ეგეთი რაღაცეები და გადაიკონტროლოთ ონკოპაციენტებო თქვენი D ვიტამინები, მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ იქაც არ ხდება იდეალურად ყველაფერი რა. ხო, აღარაფერს აღარ ვსაუბრობ კუჭ ნაწლავზე, იმიტომ რომ ზოგადად
ცნობილია ხო, აი ბოლო ახალი კვლევებით, ბოლო 2-3 წლის ახალი კვლევებით დადგენილია, რომ იმუნოთერაპია რომ უფრო შედეგიანი და ეფექტური იყოს და ქიმიოთერაპია ძალიან მნიშვნელოვანია ნაწლავის მიკრობიომი როგორია. ამიტომ კვებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თუ როგორი კვებითი კვებები, საკვები რომელიც სისხლს უფრო ამჟავებს თუ საკვები რომელიც სისხლს უფრო ატუტევებს, საკვები რომელიც ანთებას აპროვოცირებს თუ საკვები რომელიც პირიქით ანთებს აწინააღმდეგოა, იმიტომ რომ სიმსივნე ეს არის ქრონიკული ანთებითი პროცესების შედეგად განვითარებული პროცესები ხო. მერე აი ძალიან კიდევ ძალიან ხშირია რომ რა ვიცი მე მგონი აუ კიდევ მირეკავენ ბოდიში ძალიან ხშირია ხოლმე რომ აი ძალიან ძვირადღირებული ქიმიო ან ძალიან ძვირადღირებული უნდა გადაისხეს და რომელიც თეორიულად გენეტიკურად ან მის სიმსივნისთვის ძალიან მაღალი პროცენტულობით უნდა ყოფილიყო შედეგიანი ეფექტური და აღმოჩნდა რომ ანუ ანალიზების გამოკვლევების მიხედვით ყველაზე კარგად ისწამალი ერგებოდა მას, მაგრამ აღმოჩნდა რომ ან ნაკლები შედეგიანი აღმოჩნდა, ან საერთოდ არ იმუშავა ამ პრეპარატმა. ანუ მიზეზი არის თვითონ ორგანიზმი და რაშია ეხლა საქმე ახსნი. ხო. ხო. აღმოჩნდა რა შუაშია და ხო. არ არის ესეთი ეფექტური და მთავარი რა არის მეგობრებო, მთავარი არის შეწოვა შეთვისებადობის უნარი, იმიტომ რომ საკვები ისეთი საკვებით რომელიც უფრო აი აპროვოცირებს ანთებითი პროცესია იმას კენშოს რომ მაინდა-მაინც ტემპერატურა უნდა გქონდეს და მაინდა-მაინც სისხლის ანალიზში უნდა ჩამდეს და ესე ასე შემდეგ რაღაცები ქრონიკული ანთებითი პროცესები საერთოდ არ ჩანს არც სისხლის ანალიზებში და არც სიმპტომურად არ გამოისახება მეგობრებო და როცა შენ ისეთი საკვებით იკვებები რომელიც ანთებიას პირიქით უფრო აპროვოცირებს რა ქვია მაგას სახელი და სისხლძარღვებში მიდის ეს ქრონიკულად ანთებითი პროცესები და ასე შემდეგ ის შეწოვა შეთვისებადობის უნარი შედარებით უფრო დაქვეითებულია და მე შესაბამისად ეს წამლები იმისთვის რომ სისხლძარღვების კედლება შეიწოლოს შეითვისოს და ასე შემდეგ უფრო ძირითადად მიდის არა ორგანიზმში არამედ უნიტაში ხო იგივე არის აბის სახითაც როცა აბის ტაბლეტირებულ ქიმიოთერაპიას როცა იტარებენ ონკოპაციენტები ძალიან დიდი მნიშვნელობა არის კუჭ-ნაწლავში რა მდგომარეობა იმიტომ რომ ის ნაწლავის კედელმა უნდა შეიწოლოს, შეითვისოს, კუჭის გარემო როგორია, უფრო მჟავე, უფრო ტუტე, ან როგორ გარემოს დაახვედრებ იმ პრეპარატის ორგანიზმს. ანუ მარტივად რო აგიხსნათ რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმს, ხო? ანუ ერთია როცა თქვათ ის პრეპარატი თქვათ თეორიულადაც თქვათ არ მუშაობს შენს სიმსივნეზე და ამ შემთხვევაში რაც არ უნდა მოიწეს რიგ ორგანიზმი არ მოგცემს ეფექტს, ანუ სხვა პრეპარატი გჭირდება შენ, მაგრამ აი ყველანაირი ენაზიდე კვლევებით რომ უნდა მოგერგებოდა პრეპარატი და არ მოგერგვა, აი ძალიან მარტივ მაგალითს ახსნი. წარმოიდგინეთ აკვარიუმი, რომელშიც არის თევზი, ძალიან ძვირფასი თევზი და წარმოიდგინეთ ოქროს თევზი რაც გინდა არქვი და წარმოიდგინეთ აი ონკოლოგიასთან რომ შედარება გავაკეთოთ, წარმოიდგინეთ რა ქვია მაგას სახელი. ძალიან ძვირფასი საკვები ჩაუყაროთ ამ თევზს. მაგრამ წყალი იყოს იმდენად დამღრეული, იმღრად დაობებული, დაჭაობებული და ასე შემდეგ. აი მითხარით რა აზრი აქვს ან იმ თევზის, იმ კარგი თევზის ყოფნას იმ აკვარიუმში, ან იმ კარგი ძვირადღირებული საკვების ჩაყრას თევზისთვის. მიხვდით ან ჩვენ ხო იმ ანუ ერთი ცოცხლებს იმ ჭუჭყიან წყალში. ეს ჩვენი პატივცემული თევზი, ხო? და არც ისეთი ეფექტური და შედეგიანი იქნება იმ ხარისხს დაკარგავს ის საკვები დაკარგავს იმ ხარისხს, იმიტომ რომ წყალი იყო ბინძური, ასე რომ თქვა, ჭუჭყიანი და ასე შემდეგ, ხო? ანუ გარემო იყო ცუდი, ანუ გარემო იყო შეუსაბამო. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოგცეს შედეგები, მე გული მიკვდება ხოლმე 100,000 სიხდიან და არ აღმოჩნდა ეფექტური, რომელიც უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ არ აღმოჩნდა. მთავარი ეს არის თქვენი კვება, როგორი უნდა იყოს. კვება ეხა ვიდეო რო გრძელი არ გამოვიდეს, ესე დეტალურად ვერ შევალ იმაში, რა ქვია, იმიტომ რომ ყველას კვება უნდა გათვალო ინდივიდუალურად, მაგრამ ძირითადად მაინც ის არის, რა ქვია, პროდუქტები, რომელი პროდუქტები იწვევენ ანთებით პროცესებს, ხო? ეს არის გადამუშავებული პროდუქტები, ეს არის, რა ქვია, ყველაფერი გარეთ რაც იყიდება, ეს არის მაღალ ნახშირწყლოვანი კვება, ხო? იმიტომ რომ ქიმიოთერაპია რო უფრო შედარებით ეფექტური და შედეგიანი რო იყოს, ქიმიოთერაპია სჭირდება ცილოვანი კვება, იმიტომ რომ ცილებს იყენებს მე რო უფრო ეფექტური და შედეგიანი აღმოჩნდეს, ხო? უჯრედისით მდიდარი საკვები გჭირდება, ბოჭკოთი მდიდარი საკვები გჭირდება და არა მაღალ ნახშირწყლოვანი საკვები გჭირდება და ჩვენ ყველაფერს ჯერ ხო მაღალ ნახშირწყლოვან კვებას ვართ ქართველები მიჩვენ და მერეც მავნე სწრაფი ნახშირწყლები და ასე შემდეგ. მაგალითად ეხა რომელ პაციენტს უფრო კარგი შედეგი ექნება, რომელიც მაგალითად თქვათ უფრო ბოჭკოვან ცილოვან უჯრედისულ კვებაზე არის თუ უფრო მაღალ ნახშირწყლოვან კვებაზე არის, ხო?
ამიტომ კვებას მიაქცევთ ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე ზოგადად რო რაღაცებს გიწერთ ხოლმე, უფრო კონკრეტულად გიწერთ ხოლმე, მაგრამ ეხლა ცოტა ზოგადი გამომივიდა და თუ გინდათ გავაგრძელებ ვიდეოს. ერთი წუთი. მე რომ მკითხო პაციენტმა კატეგორიულად არ უნდა მიიღოს არანაირი ძეხვეული, არანაირი სოსის, იმიტომ რომ მაშინ ხორცი საერთოდ არ არის. ხორცეული უნდა მიიღოს, მაგრამ არა ის ძეხვი არ არის ხორცი. არანაირი მაიონეზი, არანაირი კეჩუპი, არანაირი გაზიანი სასმელები, არანაირი ზეფირები, ნამცხრები, შოკოლადები, ვაფლები, ანუ არაფერი მავნე საერთოდ არანაირი შაურმა და ასე შემდეგ არაფერი. მე რომ მკითხო, პაციენტი უნდა იკვებებოდეს მინიმუმ დღეში ყოველი კვების წინ აუცილებლად უნდა იღებდეს ბოსტნეულს თუ კუჭნაწლავი და დასუსტებული აქვს აუცილებლად უნდა იღებდეს მაშინ მოთუშულს. მოთუშული გოგრა ძალიან გემრიელი ან აირღუმელში შემწვარი. აუცილებლად ონკოპაციენტი უნდა იკვებებოდეს ჯანსაღი ცხიმით, ის იქნება ზეითუნი თუ უფრო ეს წმინდა ერბო, საქონლის ერბოს რო ვეძახით, კარაქისგან გადამდნარი. ოღონდ ესე მაღაზიაში ნაყიდი არამედ ნამდვილი ნაღდი რაც არის. ვისაც კუჭის წყლული აქვს მაგალითად ან რა ქვია, ნაწლავებზე პრობლემები აქვს, ღორის მუცლის ქონი არის იდეალური ამისთვის. ეხლა არის კენკრა, ხო, ჟოლო, მაყვალი, მოცვი, ცოტა ხანში კაცვი ჯერ ადრია, მაგრამ კაცვი, ანწლი, ანუ კენკროვნები რაც არის, ხო, რა ქვია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტებია და ძალიან მნიშვნელოვანია მარწყვი, აგერ ეხლა არის ბალი არის ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ კენკრა, ჟოლო, ეგენი, მოცვი. მოცვი ძალიან კარგია ასევე ვისაც ფაღარათი აქვს ხოლმე მათთვის, ამიტომ დიდი დოზით ვისაც შეკრულება გაქვთ, ძალიან დიდი დოზით არ მიიღოთ მოცვი, იმიტომ რომ პლუს შემკვრელია, ხო, მაგალითად ასევე. ყოველ დღე უნდა მიიღოთ მწვანილები, მაგალითად ბროკოლისაც ანტისიმსივნურია, ოხრახუში, ნიახური სხვათა შორის შარდმდენია, კამა, ქინძი, რა ქვია, პრასის ფოთოლი, ოღონდ წიწმატი ცოტა მწარია და კუჭი არ გაიღიზიანოთ, ჩემო ლამაზებო. ან ჯერ უნდა ჩავდეს მწვანე ქლოროფილით მდიდარი საკვები, მე რომ უნდა მიიღოთ ცილოვანი საკვები, მაგალითად მოხარშული კვერცხი ან წმინდა ერბოში შემწვარი კვერცხი, მაგალითად ან ოსპი, ბარდა, სოიო რაღაცები და მე რომ უნდა მივიღოთ ხაჭაპური თუ გვინდა. მაგალითად და არა პირდაპირ რო გავიღვიძებთ ან ყაბა გვინდა ან ხაჭაპური რაღაც ტკბილცომიანი რაღაც გვინდა რომ შიმშილი დავიკმაყოფილოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წყალი არის ერთ-ერთი პირველი წამალი, სერიოზული წამალი, ეს კიდევ ცალკე თემა არის და ძილი კიდევ ნომერ ერთ-ერთი პირველი წამალი, ანუ თვითონ ცხოვრების წესია, ჩვენი ცხოვრების წესია ნომერ პირველი წამალი, იმიტომ რომ ონკოლოგთან რომ მიდიხარ ის გეუბნება რომ მე ვაკეთებ 50%, 50% არის დამოკიდებული შენზე, ამიტომ სტრესაც უნდა მოერიდონ, იმიტომ რომ ყველგან სადაც გაიხედავს სტრესი, ამიტომ ძირითადად უფრო კომედიური ფილმები და რაღაცები უნდა ჩართოს და ეგრე უნდა იყურებოდეს. დამოკიდე ვიტამინის მიაქციეთ ყურადღება, მაგნიუმსაც მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ესეთი დაბალი D ვიტამინი, ანუ ეს რა ვიცი, ეს არის აბუჩად აგდება რა, მით უმეტეს ესეც შენ თურქეთი, ამიტომ ცოტა განაწყენებული ვარ, ცოტა გაბრაზებულიც, მაგრამ რა ჩემი საქმეა, ყველამ თავის საქმეს აიცის. უფრო სწორედ ჩემი საქმე როგორ არ არის ხა, მე თუ არ თქვი, შენ თუ არ თქვი, ეგრე სად იქნება. კომენტარებში დავწერ ქართველი ერთ-ერთი ქართველი პროფესორის ძალიან ვრცელ სტატიას D ვიტამინის როლი ონკოლოგიაში და შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ, ძალიან ვრცელია, მაგრამ იმედია რომ წაიკითხავთ და იქნებით ჯანსაღები და გავუფრთხილეთ თქვენს D ვიტამინს.